გამარჯობათ ყველას, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მომიდა რომ ჩვენ დღეს ერთად ვისწავლოთ ინგლისურ ენაზე თუ როგორ ვაწარმოოთ ზნა მომავალ მარტივ დროში. ანუ იმ დროში, რომელსაც ინგლისურად ქვია future simple. იქამდე სანამ ახსნაზე გადავიდოდე, დავიმახსოვროთ რომ როგორც ქართულში, ისე ინგლისურში მომავალი დროის გამოსახატავად არსებობს რამოდენიმე ვარიანტი. მაგალითად, როდესაც ვამბობ მე ვითამაშებ, ხვალ, ეს არის მომავალი და ასევე როდესაც მე ვაპირებ, ხვალ თამაშს, ესეც არის მომავალი. ისევე როგორც ქართულში, ასევე ინგლისურშიც ეს ორი წინადადება ჟღერს და იწერება და იწარმოება სრულიად სხვადასხვანაირად. მე დღეს ვხსნი პირველ ვარიანტს, ანუ იმ ვარიანტს, როდესაც ვამბობ მე ვითამაშებ და არა მე ვაპირებ თამაშს. სწორედ ამ დროს ქვია future simple და მოდით ახლა ვთქვათ ესე იგი როგორ ვაწარმოოთ. იმისათვის რომ თქვენ ზნად ჩასვათ მომავალ დროში, საჭირო არის დაიმახსოვროთ მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს არის will. W-I-L-L. შემდეგ უკვე თქვენ იღებთ პირის ნაცვალ სახელს, ანუ მე შენის ჩვენ თქვენ ისინი, ეს არის პირის ნაცვალ სახელები, ანუ იღებთ I-ს, ანუ მე, შემდეგ უმატებთ will, ხოლო შემდეგ უკვე უმატებთ ზნას, რა თქმა უნდა, to-ს გარეშე. ეს ხომ გახსოვთ, რომ უღლებისას ზნას to ყოველთვის შორდება. ანუ ნახეთ, თამაში კი არის to play, მაგრამ როდესაც ვამბობ რომ მე ვითამაშებ, to აღარ გვჭირდება და ვამბობთ ანუ I will play. ახლანდელ დროს, მომავალ დროს მარტივი მე მგონი ტყუილად არ დაარქვეს, იმიტომ რომ მისი წარმოება მართლაც მარტივი არის ძალიან, რადგანაც will play აბსოლუტურად არსად არ იცვლება და ის რჩება ყველგან ერთი და იგივე. ანუ ნახეთ, მე თუ ვამბობ, მე ვითამაშებ, არის I will play, შენ ითამაშებ, you will play, ის ითამაშებს, he will play, she will play, it will play, ჩვენ ვითამაშებთ, we will play, თქვენ ითამაშებთ, you will play და ისინი ითამაშებენ, they will play. ანუ will plays არსად არაფერი არ მოვიდა, ის ყოველთვის არის ერთი და იგივე. როგორც უკვე ვიცით, ძალიან ხშირად ინგლისურ ენაში ჩვენ ვიყენებთ შემოკლebებს და ამასაც გააჩნია შემოკლება. ანუ I will play ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ როგორც I'll play. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ის თუ როგორ იწერება ის და შემდეგ ეს იგივენაირად მოკლდება ყველა რიცხვსა და პირში, ანუ იქნება I'll play, you'll play, he'll play, she'll play და ასე შემდეგ. ეს იყო ზმნის წარმოება მომავალ მარტივ დროში დადებით ფორმაში. ახლა კი მოდით ვთქვათ ის თუ როგორ უნდა ვთქვათ, როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ რაღაცას არ გავაკეთებთ, რომ ჩვენ მაგალითად არ ვითამაშებთ. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, ჩვენ გვჭირდება სიტყვა არ, რომელიც ჟღერს როგორც not ბრიტანულ ვარიანტში, ხოლო not ამერიკულ ვარიანტში. ანუ ნახეთ, ჩვენ ამ სიტყვა not-ს ვუმატებთ ზნას წინ. ანუ მე არ ვითამაშებ, იქნება I will not play. და როგორც დადებითში, ასევე უარყოფითში will not play აბსოლუტურად არსად არ შეიცვლება. ანუ შენ არ ითამაშებ, იქნება იგივე you will not play. ის არ ითამაშებს, he will not play, she will not play, it will not play. ჩვენ არ ვითამაშებთ, we will not play. თქვენ არ ითამაშებთ, you will not play და ისინი არ ითამაშებენ, they will not play. და როგორც ყველაფერს ამასაც აქვს შემოკლება და მე არ ვითამაშებ შემოკლებული ფორმით იქნება ასე I won't play. ის როგორ იწერება, თქვენ ახლა მას ხედავთ და won't play, ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, აბსოლუტურად ყველა პირსა და რიცხვში იქნება იგივე. ანუ თქვენ უნდა თქვათ I won't play, you won't play, he, she, it won't play, we won't play, you won't play, they won't play. მოკლედ, won't play ყველგან არის ერთი და იგივე. ერთი პატარა ნიუანსია, რომ won't არაგერიო სიტყვაში want, რაც ნიშნავს მინდა. მათ შორის განსხვავება, მას ალბათ ამჩნევთ, ანუ მე მინდა არის I want, ხოლო მე არ გავაკეთებ რაღაცას, იქნება I won't. ანუ ცოტათი ყრუთ უნდა თქვათ უასო. ეხლა მოდით ვთქვათ ის თუ როგორ უნდა ვიკითხოთ. როდესაც მე გავაკეთებ რაღაცას, ანუ მე ვითამაშებ, ან შენ ითამაშებ, ესეც არის ძალიან მარტივი, რადგანაც ნახეთ, მე ვითამაშებ თუ იყო I will play, ვითამაშებ მე, იქნება will I play. ანუ I და will შეიცვლიან ადგილებს.
ასევე შეიცვლიან ადგილებს you და will და გამოვა will you play, ანუ ითამაშებ შენ? ითამაშებს ის, იქნება will he play, will she play, will it play. ხოლო ვითამაშებთ ჩვენ, იქნება will we play, will you play, ითამაშებთ თქვენ და ითამაშებენ ისინი, იქნება will they play. მოკლედ, აქაც ყველგან აბსოლუტურად გვაქვს სიტყვა will. მაგრამ აქაც არის ერთი პატარა ნიუანსი. წლების წინ I-სთან და we-სთან გამოიყენებოდა ასეთი სიტყვა shall. ანუ იყო shall I play და არა will I play და იყო shall we play და არა shall და არა will we play. მაგრამ ახლა თანამედროვე ინგლისურში shells იყენებენ ნაკლებად, თუმცა, როდესაც იყენებენ shells კითხვით ფორმაში I-სთან და we-სთან, მას აქვს ცოტა განსხვავებული მნიშვნელობა. აი ნახეთ, როდესაც მე ვამბობ will I play, ეს ნიშნავს, რომ მე ვამბობ ვითამაშებ, ხოლო მე თუ ვიტყვი shall I play, ეს ნიშნავს, რომ მე ვამბობ ვითამაშო, ანუ ხომ არ ვითამაშო. თითქოს ვიღაცას აზრს ვეკითხები, რომ ვითამაშო თუ არ ვითამაშო. აი ნახეთ მაგალითად. წასვლა ავიღოთ to go, ხო? We will go. არის ჩვენ წავალთ და წავალთ ჩვენ იქნება will we go, ანუ წავალთ ჩვენ. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ როგორც shall we go და ეს უკვე ითარგმნება როგორც წავიდეთ ან ხომ არ წავიდეთ. მოკლედ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გამოვიყენებთ shells, მას მნიშვნელობა უკვე ცოტათი ეცვლება. ახლა კი მოდით თქვათ ის შემთხვევები, თუ როდის და როგორ რა სიტუაციებში უნდა გამოვიყენოთ მომავალი მარტივი დრო, ანუ ვილიანი დრო, როგორც მას ხშირად ქართველები უწოდებენ. პირველი ეს არის მაშინ, როდესაც ჩვენ ამ წუთას ახლა ადგილზე მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას. მაგალითად, მე გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ, რომ ბნელდება და ვამბობ It's getting dark, ანუ ბნელდება, I'll turn on the lights. მე ავანთებ შუქსო. ანუ ნახეთ, I'll turn on არის მე ავანთებ. მე გავიხედე ახლა ფანჯარაში, დავინახე რომ ბნელდება და ამ წუთას მივიღე გადაწყვეტილება, რომ ახლა უნდა ავანთო შუქი. და ვთქვი I'll turn on the lights. ანუ გუშინ კი არ ვფიქრობდი რომ დღეს შუქი ამეთო და ერთი კვირა კი არ ვფიქრობ რომ მე დღეს შუქი უნდა ავანთო, არამედ ეხლა ვზივარ უცებ გავიხედე ბნელოდა და მივხვდი რომ ეხლა შუქი უნდა ავანთო. ან მაგალითად, ჩემი მეგობარი ამბობს I am hungry, შიაო და მე უცებ ვეთყვი I'll get you some food. ანუ მოგიტან საჭმელს. რადგანაც მეგობარმა თქვა რომ მას შიოდა, მე იმ წუთას მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ავდგე და საჭმელი მივუტანო და ვეუბნები I'll get you some food. მეორე შემთხვევა. როდესაც მომავალში უნდა მოხდეს რაღაცა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები არა ვართ, რომ ეს რაღაცა მოხდება თუ არა. ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვიყენებთ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის ალბათ, მე მგონი, აი მაგალითად მე ვამბობ I'll probably go to Paris. ანუ მე ალბათ წავალ პარიზში. ან I'll probably buy a car. მე ალბათ ვიყიდი მანქანას. ანუ მე არა ვარ დარწმუნებული, ვიყიდი თუ არა მანქანას, იმიტომ რომ მე ჯერ არ გადამიწყვეტია მანქანის ყიდვა. ეხლა მესამე შემთხვევა, როდესაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაცა მოხდება, ოღონდ ნახეთ, იმიტომ კი არა რომ მე გავაკეთებ რაღაცას, არამედ იმიტომ რომ ეს ესეა ზოგადად ბუნების კანონია და ჩემი ადამიანის ხელის ჩარევის გარეშე ეს ასე მოხდება მინდა თუ არა. მაგალითად ნახეთ, he will turn 10 next year. მას შეუსრულდება 10 წელი. მომავალ წელს, ანუ მომავალ წელს ის გახდება 10 წლის. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში ჩვენს და ყველა დარწმუნებულია, რომ ის მომავალ წელს გახდება 10 წლის და მე აქ არაფერ შუაში არა ვარ, მე აქ არაფერს არ ვაკეთებ, ჩემი ჩარევის გარეშე უბრალოდ ის ხდება 10 წლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხდება 10 წლის. ანუ მე ვამბობ he will turn 10 next year. ანუ ის გახდება 10 წლის მომავალ წელსო. და ბოლო, მეოთხე შემთხვევა, როდესაც გვაქვს ასეთი სიტყვები. I am sure, ანუ დარწმუნებული ვარო. მაგალითად, I am sure you will be late. დარწმუნებული ვარ, რომ დაგაგვიანდებაო. ან როდესაც ვამბობთ I am afraid, ანუ რომ მე რაღაცას ვშიშობ, მაგალითად, I am afraid I'll be late. ვშიშობ, რომ დამაგვიანდებაო. ან როდესაც ვიღაცას ვაძლევთ პირობას, მაგალითად, I promise, ანუ მე გვპირდებიო, I promise
I'll do my homework. მე გავაკეთებ ჩემს საშინაო დავალებასო. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ რაღაცას ვიმედოვნებთ და ვამბობთ I hope you won't be late. ვიმედოვნებ, რომ შენ არ დააგვიანებო. ახლა მე მინდა ავხსნა ერთი პატარა ნიუანსი, რომლის გაგებაც ქართველებს ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ის ქართული გრამატიკის წესისგან სრულიად განსხვავებულია. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ ქართულში, მე თუ ფული მექნება, მე ვიყიდი მანქანას. სიტყვა მექნება და სიტყვა ვიყიდი ორივე არის მომავალ დროში. ანუ ფულის ქონა არის წინაპირობა, რომ თუ ფული მექნება, ანუ თუ ეს პირობა შესრულდება და მე ფული მექნება, მე ვიყიდი მანქანას. მექნება და ვიყიდი არის მომავალი დრო. მაგრამ, როდესაც იგივე წინადადებას ვთარგმნით ინგლისურად, სიტყვა მექნება მომავალ დროში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავსვათ. ეს არის ინგლისური ენის წესი, რომ სიტყვას to-ს მერე, ანუ if ის მერე, მომავალი დრო არ შეიძლება. ანუ if ის მერე, ამ შემთხვევაში ინგლისურად ჩვენ უნდა ვთქვათ ახლანდელი მარტივი დრო. ანუ ნახეთ. ქართულად ვამბობთ ასე: მე თუ ფული მექნება და ინგლისურად ითარგმნება ასე: if I have money და არა if I will have money. ეს არის არასწორი. ანუ have-ს ვსვამთ ახლანდელ მარტივ დროში და ვამბობთ if I have money I will buy a car. ანუ if-ის მერე ზმნა ჯდება აუცილებლად present simple-ში ახლანდელ მარტივ დროში, ხოლო მეორე ზმნა უკვე ვიყიდი ჩვეულებრივ არის მომავალი დრო. ანუ I will buy. იგივე ვარიანტი არის, როდესაც ვიყენებთ სიტყვას როცა ან როდესაც, ანუ სიტყვა when. მაგალითად, when I have a lot of money, ანუ an a lot of money, ბრიტანულად თუ ვიტყვით, ანუ როცა მე მექნება ბევრი ფული, I will go to Paris. წავალ პარიზში. იგივე ვარიანტია აქაც. when-ის შემდეგ არ შეიძლება ინგლისურ ენაში, რომ ჩვენ გამოვიყენოთ მომავალი დრო, ანუ ვთქვათ will, მაშინ როდესაც when-იანი წინადადება არის წინაპირობა, ანუ როდესაც რაღაცა თუ შესრულდება, რაღაცა მეორე მოქმედება მოხდებაო. ანუ როდესაც ვამბობთ, რომ მე როცა ფული მექნება, მე წავალ პარიზში, უნდა ვთქვათ ასე: when I have money, I will go to Paris. და არა when I will have money. ეს არის შეცდომა, ასეთი რაღაც არ არსებობს. მაგრამ კარგად აიმახსოვრეთ, ეს ხდება მაშინ, როდესაც სიტყვა when გამოხატავს რაღაცა წინაპირობას, რომ რაღაცა მოხდება მაშინ, თუ მეორე რაღაცა მოხდება, როცა მეორე რაღაც მოხდება. მაგრამ, როდესაც გვაქვს სიტყვა when და არანაირ პირობას არ გამოხატავს, უბრალოდ ვიღაცას ვეკითხებით, მაგალითად, როდის მოხვალ და всё, მორჩა იქ დამთავრდა ყველაფერი, ჩვენ ვამბობთ ასე when will you come back? ანუ როდის მოხვალ? ანუ იქ წინაპირობა არ არის როდის მოხვალ, როცა რაღაცა მოხდება, თუ მოხვალ თუ ეს რაღაცა მოხდება და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ when ამ შემთხვევაში ნიშნავს როდის და ანუ ვეკითხებით when will you come back? ანუ როდის მოხვალ? ან მაგალითად when will you play? ანუ როდის ითამაშებ? ანუ when-ის შემდეგ და if-ის შემდეგ არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ მომავალი მარტივი დრო, ანუ future simple, ანუ will-იანი დრო, მაშინ როდესაც ისინი გამოხატავენ რაიმე წინაპირობას. სულ ეს იყო მეგობრებო დღეისათვის ის რაც მე მინდოდა რომ თქვენთვის ამეხსნა მომავალ მარტივ დროსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ, იმედი მაქვს რომ გაიგეთ თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ მომავალ მარტივ დროში და მას გამოიყენებთ თქვენ საუბრისას. თუ გინდათ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ზნა და ის აუღლოთ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში, მე მას შევხედავ, შევამოწმებ და შემდეგ უკვე გეტყვით სწორე გაქვთ თუ რა შეცდომები გაქვთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ, ანუ ვიდეოს ქვეშ აი ესეთი თითის ნიშანს დააჭიროთ. ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს ქვეშ რომ არის პატარა წარწერა გამოწერა, ან ინგლისურად subscribe, მას დააწყაპუნოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ნახავთ ჩემს ვიდეოებს, როდესაც მე ახალ ვიდეოს ავტვირთავ. ხოლო იმისათვის, რომ თქვენ ნახოთ სხვა უკვე ძველი ვიდეოები, რომელიც მე ავტვირთვე, ამისათვის საჭირო არის, რომ ვიდეოს ქვეშ რომ წერია ნათია გონაშვილი და ჩემი პატარა სურათი არის, აი იმას დააწყაპუნოთ, რის შედეგადაც თქვენ უკვე გადახვალთ იმ გვერდზე, სადაც მე დაახლოებით 50 ვიდეო უკვე ატვირთული მაქვს. მოკლედ დიდი მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს, ნახვამდის და ყველას წარმატებები დროებით.